დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარია დავით გოგიჩაიშვილი. გამარჯობა დავით. გიორგი. ეს ისა რო არის ცინის. რო გეუბნებოდით. დამირეკეს ამაზე. გამარჯობა დათო. გამარჯობა ბიჭო. როგორ ახარ დათო? სანამ დავიწყეთ ესეთ აქტიური სტუმრები რო არიან ხომ? ეს სანამ დავიწყეთ. პირველი ამბავი. ჯერ ერთი რო და მიესალმოთ ჩვენს მაყურებელს. თქვენს მაყურებელს მივესალმები. კაი გამარჯობა თქვენი. პირველი რო დაიწყეთ ესე იგი რაღაცებს უნდა გამოვეხმაურო ალბათ ხო? რასაც აქამდე მსჯელობით. ერთ-ერთი პირველი რო დაიწყო კაკაბამისა, იმე რუსი მთარგმნელის ხმით რო გამოაცხადა რაღაცა ეხლა ის ბავშვობის სითბო რო ჩაგეღურება ხო ესე ჩემი ის იყო რა. გეროინივი ჩაგეღვარა ბავშვობის სითბო. გეროინი არ ვიცი როგორ იღურება. მაგაზე შენ გაიქეცი უცებ ეგრო ვთქვით და მე შემოხვედრე. ის ტიპი რო იყო რა, ჩვენ ბავშვობაში და შენ უკვე მოზრდილ კაცობაში რო იყო. თამაშები გააქვს მაგაში. ვაიბერი დავაყენე, იცი რა მაგარი ყოფილა. სასწაული. როდის დააყენა? და ვაიბერით რას თამაშობ? ვიღაცებს ურეკავ და მუსიკებს ასმენი. აუ მე ხო იყო, ბავშვობაში. გაიკეთებია? კი, აბა. ხო და ეგ ტიპი რო იყო რა, მოკლედ ძალიან გამახსენდა ეს რაღაცები ესე რო ბოლოში რო უჩუმათებდა ხოლმე გახსოვს ისე რა ქვია აი. რა დედილი და. რა ჯერ თითქოსი ბაშვებოდა რა ქვია, კარგად ვახსოვს მე მაგაზე დისერტაცია მაგ დასე. ბორძიკობდა თუ რაღაცა. Ты никогда! Ты никогда не был моим другом. Да, ისე მე ვასე. რაც ფილმები მაქვს რა ნახი მაშინ, აი მაგის ხათრით მაქვს რა ნახი რა და ესე. ლაივში თარგმნიდა. ხო, იჯდა, ხო, მართლა ლაივში თარგმნიდა. ტექსტი არ ხონდა და სინქრონულად და თან სინქრონულადაც ხო ძნელია და თან ეს რო უნდა ითამაშო რა. Ты останешься дома и будешь охранять своего больного отца, а я иду на работу. ბოლოში უცებ მალე მოაყობარებდა რა და ყველაზე მაგარი ქართულადაც მაგარი პერსონაჟი გამოდის ეგრე რა ეხლა შენ დიდა წყალი მომიტანა დაახლოებით ეგეთ ხმაკ აი სინქრონულად რო თარგმნის ხოლმე რაღაც ვიღაც ნატოს ტიპები რო ჩამოდიან და რაღაცა სინქრონის ეგ კაცი ეგ არა ეგ ახალგაზრდა იქნება ალბათ სინქრონული თარგმნის მუღამი და ყველაზე მაგარი ფრაზა იყო ხოლმე ეს განსაკუთრებით ისეთ ფილმებში რა ეს ვიღაც კრიმინალები რო არიან და ამ დროს პოლიცია და FBI და ვიღაც secret service და ესენი რო დასდევენ პოლიციის ვიღაც განყოფილებაში ერთი რო რაღაცა დებილობას იტყოდა რა და ვიღაც ისეთი ტიპები ხო იცი დასტოილი ტიპები რო უცებ ამაზე იტყოდნენ Его надо перевести в отдел информации. ანუ ესო აქ რაღაცა ოპერაციაზე არ გამოდგებაო. ის გახსოვთ მაგ ფილმებში იყო თუ პაუზა იყო, ლაპარაკი არ იყო, რაღაც ხმაური იმატებდა, გახსოვთ? ხო, კი. ზუსტად ესე დაიმატება. როგორი ესე იგი მინიმალისტური სიზუსტე. არა და ეხა ვიხსენებ და მართლა ზუსტად ეგეთი ხმაური. არა, ხო, მეც ზუსტად ეგეთი ხმაური. აი ფიზიკოსიკაცია და ავხადოთ ფარდა რაღაცეებს რა. ერთი სანამ დავიწყოთ ორი ამბავი მაქვს. კარგი და უკეთესი. დავიწყოთ. ერთი დავიწყოთ რომ ეს არის სეზონის ბოლო გადაცემა. კარგი. სეზონის ბოლო გადაცემა ცხელა და სოფელში დავა. და რა კარგია დავისვენებ ყველა. მადლობ დავით. ეს კარგი ამბავი რომ მოგვიდა. მეორე არის უკეთესი, ეს არის ბოლო გადაცემა. შეგიძლიათ სოფელში დარჩა. შეგიძლიათ უფრო დიდი ხანი დაისვენ. ავხადოთ ფარდა ბევრ რამეს, რაც აქამდე მაყურებლისთვის ისეთი იყო. დამალული, გამოუცნობი და ტაბუ დადებული. ამ ჭიქებში რაც ასხია, მეგობრებო, ეს არის ალკოჰოლი. ამ სიტყვის
ვაღიაროთ ახლა ყველა. ეს არის ხევადი ჰეროინი. ჩემი მარტო ამას უხია ალიფა. იმიტომ რომ ძალიან მიყვარს. ალიფა გიყვარს აუცილებლად. ვიღაცას რომ ძალიან სვეტკი მიღება რო არის. თქვენ არა. არა, ისე შეისაყვარელი სასმელი რა არის, რა ვიცი, კოქტეილი და ალიფა. ხო და მოკლედ სწორედ ამიტოა რომ თავიდან თითქოს ეს ტემპში იწყებენ ხოლმე ბიჭები და ბოლოში კითხების დროს რო არის ხოლმე ცოტა ისე. ხო მართლა. უკვე მოშვებული. ეხა უკვე კაი დროსია და თუ ყველაფერი. კიდე რას ავხადოთ ფარდა? ავხადოთ ფარდა რომ ეს გიორგის არ ჯერა და გიორგი სამსახური აღარაგა გიორგი. არა. კარგი ქენის კონდიციონერი რო დაგასწრე. იმის ფული რამე სხვაში გამოგადგება. ეხლა ნარმანიასთან უკვე სხვა თხოვნა. გიორგის სამსახურიც აქვს და კონდიციონერიც ვიზრუნ. უკვე იყიდება მანქანა და კონდიციონერი. იცოდეთ და კიდე დამყენებელი მოუღება. თავისი დამხმარე ბიჭი. ანუ ის არ მემუქრება რომ აი ეს ბიჭი არა, ჩვენ ხო ეხა ვისვენებთ როგორც გაგოთებული რო ვარ და ეს რა ნიჭიერი ბიჭი იყო, ნიანგში იყო. უკვე რო ვერ იხსენებენ საიდან. ბუდარიაში ხო იყო? ხო, არ ულოთდები ანუ მე. უკვე კაი. მეორე ეხლა იქ ვიჯექი და სხვათა შორის ასეთი კუთხით არ მიფიქრია რომ 4-ვე, ესე იგი ჯანელიძე, ვახტანგიშვილი, ლაბაძე და კაკაბაძე 4-ვე ხართ იმერელი, ხო? წარმოშობით. თუ არასწორი. კი, შენ? ყველა იმერლები. ხო რა? გურული? არა. ფაკურიანი. აცადე თეორია აქვს რაღაც რაღაც. არა, ჩამიფავდა ეგ თეორია. სხვა რაღაცა ქვია მაგას. იმერლების თავყრილობა. შენ როგორ აბასადაური ხარ? გაგვირდება და ვერაფრით ვერ მიხვდები თუ რა ჭველია ეს. რაჭველი რო ვარ, არ მეტყობა არაფერზე? კაი. მართლა რაჭველი ხარ? ჩემი გვარი არის რაჭის ეგრე უძველესი ჩემი გვარი ბატონების გლეხები. რაღაც ქუთაისური გაურია მაინც. ბატონების უსაყვარლესი გლეხი. სამაყოგლეხი. უერთგულესი. ფაქტიურად ერთი ოჯახი. ფაქტიურად ბატონები. ყველაზე მაღალი სტატუსის მქონე გლეხი. არ გატეხავდა ყუარო ამათვის არ გადმოეგდო. და ვიღაც ჯანელზე ძაღლი ასწრებდნენ. მოდის მე ასეთი მკვირიცხლი რა. ვერ დაასწრებ ვერაფერს. ჯანელიძე უგებდა. მოკვდებოდი სიმხილი. ჯანელიძე უგებდა და მაგიტო გადავრჩით. ვიღაც რა ვიცით ისტორიულმა წყაროებმა შემოგვინახა მელიტონ ჯანელიძე და ძაღლი. დიდი მელიტონ ერთ ძვალის გადაგდებაზე ერთმა ჯანელიძემ შეჭამა ძაღლი. და მას მე შენელდნენ. კირილე ჯანელიძე. შეჭამა და მე რომ წამოვიდნენ და წამოვიდნენ. იმიტომ რომ მე ძვალი იყო თავზე სახლებად. ის საერთოდ ლინგვისტური ისიც მაქვს რა, სწავლობდი გურული სიტყვების იმას რა ქვია ეტიმოლოგიას რა და ერთი სიტყვა არის ძალიან მაგარი, მე მგონი მithქოს რომ ესე იგი არის ზმნის ესეთი ფორმა, ნაყვარება, ხო იცით, ნაყვარება არის რომ თურმე უყვარს. იმას ის ნაყვარება, ხო რომ ვიღაცაზე რო იტყვი რომ იმას ის ნაყვარება. შეგიძლია ეს ზმნის ფორმა შეგიძლია გავრცელოთ ნებისმიერ ზმნაზე. ნასიარულება თურმე დადის და ერთი ზმნა გავიგე და ვერ მივხვდი თავიდან რა იყო ნადრალა იცით თუ მithქო ნადრალა რა თურმე რა არის იცი ნადრალა არის თურმე უდრის ოღონდ იხმარება მხოლოდ მესამე პირის მეორე თურმეობითში ანუ ისე კი ვერ იტყვი რომ 10 ჯერ 3 30 ნადრალა ესე ვერ იტყვი იტყვი რომ აგიჩივა რომ 10 ჯერ 3 30 ნადრალაო ხოლოდ ამ ფორმაშია შემორჩენილი არ გეგონოთ რომ ნადრალას მე ვიძახიო ხო რომ არ გეგონოთ რომ ეს პირდაპირი სტეიტმენტი კი არ მაქვს ხო და მეორე გურულების ნადრალა და სტეიტმენტი ერთი ნადადებაში რაღაც არაგურულად გამოგივიდა. შეიძლება პრომოს ფრაზა იყოს. ნადრალა სტეიტმენტი. კვირას.
კაცი მოდის ძალიან წვრილი ორღობია და ტაქსა მოყავს და მე წინა ისტორია არ ვიცი ამას თურმე ლეკვი აჩუქეს გაიზარდა სიგრძეში წავიდა მარტო და მთელი სოფელი დაცინის და ამას შეუყვარდა და ვერ უშვებს მე წყარის იმედი გქონდა მონადირე ძაღლია უთხრეს და წავიდა სიგრძეში მარტო და ყველა დაცინის თან უკვე უყვარს ვერც გადაჭრის ესე თავჩაგინდრული მოდის ამ ორღობეში და ეს ძაღლი მოყვება მოდის და მოდის ძაღლი და აკეთში და ვიღაცამ დაუძახა რომანი ეს სად მიყავს მაი ძაღლი ცენტში მიმყავს უნდა მოვატრიალო ახან არ ტრიალო ოღონდ მაგე შეეშალა ზადნით გასულას იმედა ცენტრში სავა და მოვატრე ეს იყო აი ჩვეულებრივ არც არავის არ გაუცინია მე მოვკვდეს ეცე ამან კითხა იმან უპასუხა და გააგზელა გზა რა ჩვეულებრივ კომუნიკაციის ფორმა იმაში სუფრა გაგვიშალეს რა და ესე იგი იქით ხედან იქაური გურულები რომლებიც იქ ცხოვრობენ და აქეთ ჩვენ ეგრეთ წოდებული თბილისელები რა მოკლედ ჩემო მეგობრებმა წათრეულები ხო იმათთვის ჩამოთრეული არა წათრეული ხო წათრეული რომ წაეცნენ აქედან მაგენი ხო და დანაჩანგალი მოგვიტანეს აქეთ ჩვენ რა ცაცხვის ჭრილში პატარა ტაბლაზე და წათრეულებს მოგვიტანეს დანაჩანგალი და იმათ არ მიუტანეს დანაჩანგალი და საერთოდ გურიაში ქორწილს ნახავდით სადაც დანაჩანგალი რაღაცა დებენ რა და ნუ ვიღაცები იღებენ ვიღაცები არ იღებენ სუვენირის სახით რაღაცა გაფორმების ბოლო კიდე დანაჩანგალი ხო და ერთ-ერთი იყო აქეთ იჯდა მახსოვს ესე იგი სანამ სუფრასთან დავსხდებოდით ესე იგი რაღაცა აი იმას გვიქნა ინტერნეტი იცოდა რა არის და რაღაცა თავს გვაწონებს რა რომ მოკლედ მე კი აქ ცხოვრობ ახლა მაგრამ მოლ მეც რაღაცა ხო ანუ ცივილიზაციას ნაზიარები ნაზიარი ლანჩხუთში ნამყოფი სამჯერ და ეგეთი კაცი და ერთხელ გამისტევი ერთხელ გამისტევი და ერთხელ კინოში და მოკლედ ორჯერ ტრანსპორტით გაუტყდა რა რომ ტრანსპორტით იქით და წინიჯდა ყველაფერი დაინახა და გაუტყდა რომ ჩვენ რო დანაჩანგალი მოგვიტანეს რაღაც იუხერხულა და გასძახა რომ ესაო ნაზიკო თუ შეიძლება რომ დანაჩა ესეთ მორიდებით რომ თუ შეიძლება რომ დანაჩანგალი მეც მომიტანოთ და გვერდზე უზის მურთაზიე რა რომელიც ესე იგი ქათამი ხო იცი ქათამი აქ აი ესე გახლეჩი ხელი გახლეჩა ხმაროა ხო ესე გახლეჩა და აი ბარკალსა და ბარკლის გადანაჭერს შორის და აი იბრძვის ყვირავს აი ამას ყვირავს და ეს რამდენ კვირიანია მაგას ყველა აქვს და ყვირავს და გაიგონა ეს და ან მართლა რა განა მოიფიქრა რომ ეხა ამას ნახე რა ამაზე რა რაღაცა და ეგრევე არც გახედა იმას არც ამას ესევე ტკვერვა შეაჩერა და ნაზიკო მაგასო დანაჩანგალთან ერთად ბინტი და იოდის გამოუყოლეთ არა ხმარება არ იცის გეირჩობს ტბაში გაგზელა რა დანაჩანგალს არ იცის ყბაში ვარაკლი გადაცემა იხურება ამის დედავაკი რასასაცილო გადაცემა გქონიათ მართლა რა დაველაპარაკები კარგი ეხლა გადავიდეთ მესამე ნაწილზე გადაცემის გადავიდეთ ჩვენი გადაცემის მესამე ნაწილზე ეს არის კითხვა-პასუხი ჩვენ სტუმარს დაუსვით შეკითხვები ჩვენ მაინც წამსვლელები დიახ გამარჯობათ მოგესალმებით მაინტერესებს თქვენი აზრით რატომ აგვირჩია ამერიკამ მოკავშირედ და რა მოწონთ მათ ჩვენში მაგრა ევასებად გუდის ყველი მეგონა და ეძებეს ერთსად ვერ ნახეს სხვაგან აი გუდის სუნზე მოგვაგნეს ოღონდ მარტო ისე კი არა ცხელ თონის პურთან მოწონს რა პროსტ არხულით აუ რა კარგი მე კიდე მგონია რომ ბუნება მოწონს ჩვენ შინაგანი ბუნება ჩვენ ისეთი უღალატო ამისი რა მოგდა ბუნება
სად გაიცანით ერთმანეთი? ქუთაისში იყო რაღაც სტუდენტური დღეებთან მიღმული ფულის გასათეთრებელი ღონისძიება. გადავწვინდები. სტუმართან მაქვს ისეთი შეკითხვა. დიახ. ძალიან მომწონს TV11-ზე ინგლისურის გაკვეთილები, რომელიც გადაცემა და მაინტერესებს პირადად ხო არ ამეცადინებთ ინგლისურში დავინტერესებს. სხვათა შორის ეგ მეთოდი უნდა დავაპატენტო, მე მგონი რა. რაღაცა, აი, მაგალითად ერთი ჩემი მეზობელია, 75 წლის ქალია, რომელსაც არასოდეს არ დაჭირდება ინგლისური, არაფერში. კიდე რა უარყოფავ თქვა, არასოდეს არაფერში არ დაჭირდება ინგლისური, სადმე ესეთ ადგილასაც უნდა ჩააბარო, არასოდეს არაფერში არ დაჭირდება არ ინგლისური. გამწაფრებს. და იმან მითხრა რომ ისაო, რამდენიმე სიტყვა მეც ვისწავლეო რა. რაღაცა გესწავლებინება თითქოს რა, რაღაცა აი შემოგესწავლება, ხო, ჩვენ ხო გვაქვს ეს ისა. ყველაზე მაგრა რაზეც გავეჭედე, ეს ხო იცი ეს პროექტი არის სცენარისტები იკოს ხელმძღვანელობით, მე მგონი, თუ არ ვცდები, არა მარტო წერენ ამ ფრაზებს, იფიქრებენ ამ ქართულ ფრაზებს. ჩემთვის გამოწვევა ამაში, რომ აბა ამას თუ თარგმნი ახლა რა და რამდენიმეზე გავეჭედე. ერთი მახსოვს დათვიმჭლე და შენ მსუქარი. ინგლისურად, თორე ფრანგულად პრობლემაა. და კიდე აუ ერთი რაღაც გამახსენდა ჭელეზე გაიჭედე? ერთი რაღაც გამახსენდა დათვზე გაიჭედე. ყველაზე მარტივზე გაჭედი. არა ბიჭო, აქ აზრი უნდა გადმოსცე, ეგრე არ არის, სიტყვასიტყვით რო თარგმნო, ეგრე ეს დებილობა გამოდი. ერთხელ იმაში რა არა და ისე ასრო თარგმნი ძალიან ჭკვიანური. ილაპარაკე ხა ამას. აი რატო ხურავენ? რაღაც იმებს ოცნებებს ვაშენებ, რომ რა მაგარი მეთოდი მოვიფიქრე და აგერ ყოფილა გველის წიწილი გველი გამოგაბერდა უბეში. მეთოდია, წარმოვიდგინე, რა მეთოდია, რომ დათვისნე და შენ სუქანი ვერ გისწავლია. ხო, ჩემო ძირში ხარ მოსაჭრელიო, შენ ზიანად როგორ იქნება ინგლისურად? ეგ ადვილია. ერთხელ იმაში მაგარი გეზია, გერ ნორმალია. ვაშინგტონზე მიდის რომ რაღაცა ვაშინგტონში ჩამოვიდნენ ისა ვიღაც ქართველი მეღვინე იყო რა და რაღაცა პრეზენტაცია ჰქონდათ ქართულ ღვინოზე რა და ვაშინგტონში ჩამოვიდნენ, როგორი ვაშინგტონელის ნათქვამია, ვაშინგტონში ჩამოვიდნენ. იქ ვიყავი მაშინ და ჩამოვიდნენ და მომძებნეს რომ მეთარგმნა რა. ლესაში ჩავედი და კაცო ამერიკა მისის გინდა მოგცეთ რომ ეს არაფრის ღირსები. დახურე. გადაცემა კაი. პარტნიორობასაც უნდა გვაკარგინებ. და მოკლედ ერთი ქართველი მეღვინე იყო, რომელიც რაღაცა აუდიტორიას აცნო, მაშინ ქართული ღვინო საერთოდ არავინ არ იცოდა და მოკლედ მე მთხოვეს რომ გვითარგმნე რა. ეგონათ. ხო და მოკლედ რაღაცებს ამბობს რომ ქართველები პირველები ვიყავით საქართველოში ეს ღვინის პროდიუსინგის პრაქტიკა პირველად საქართველოში აღმოაჩინეს რაღაცა ამბობენ რომ სიტყვა ღვინო ესე იგი ვაინ ყველა სხვა ენაში წავიდა ქართულიდან რაღაცებს ამბობს და მეც ვთარგმნი რა და ბოლოში ეს როლებში შეიჭრა რა რაღაცა სისხლმა უყიულა და ბოლოში და იცოდეთ რომ ეღირსებაო ლუხუმსა ლაშარის გორზე შადგომა და როგორ იცი ისეთი ექსპრესიულად ვაი ერთი 45 წუთი აი მანდ უნდა გეთქვა იპილივაძი გრუზინსკი ეგრე რო იყო ხო говорят по-грузински გვაქვს შეკითხვა? დიახ. მეც მოგესალმებით. ვერ მოვჩიეთ რაღაცა. როგორც ყველამ ვიცით, არსებობს სწრაფად გარუჯვის საშუალება, როგორიც არის ლეხვის ფოთლის ნახარში და იოდი. რას მირჩევდით სწრაფად გაგრილებისთვის? სწრაფად რისთვის? გაგრილებისთვის. გაგრილებისთვის? ბალზამ. ბიჭო, რა უხეში ყოფილა ეს ვიღა? ბოლო გადაცემა. ბალზამ.
თან უნდა ატვე ჩაივა. აქ ვარ გამოიარე. გვაქვს შეკითხვა? ვაიმე, აი ამ მომენტის მეშინოდა. არ არის შეკითხვა და ეხლა უნდა დავუსვათ ის შეკითხვა, რომ რა გასწავლა გიორგი აი ამ ყველაფერმა? ამ ცხოვრება? აი ამ ცხოვრების ეტაპმა. არა, მოდი სანამ მაგას ვიტყვით, ეს ძალიან ისეთი რო არ გამოვიდეს. გავიხანგრძლივად სიცოცხლე. დასასრული, ეხლა ეს არის ამ სეზონის ბოლო გადაცემა, განსაკუთრებით ეს კაცების შოუ 4-4-ზე წინაღამის შოუ ისე უცბად იხურებოდა და ისე უცბად მოგვევლინებოდა ხოლმე მე კაცმარიცის რომელი ტელევიზიის ეთერში რომ გამორიცხული სულაც არ არის რომ აგვისტოშივე დაიწყოს სადღაც და ანუ ის ბრავო BBC-ზე ავტომატა ხო გიგორი მარტო ეგ და კონდიციონერი არ გაყიდო ამიტომ ესე არ არის ახლა ესე სევდიანად საქმე იმიტომ რომ ეს რო იყოს იხურება და ამით თავდება ყველაფერი ესე არ არის იმიტომ რომ TV11-ია რაღაცა მაესტროს შეკვეთით რაღაცებს ამზადებს ჩვენი სტუდია და ასე ბევრი პროექტში გადავნაწილდებით და შესაბამისად ესეთი ის კი არ არის რომ ვაიმე რა გვეშენება იმდენ იქნა რომ მაინც არ იყიდიან ჩემ ჯიპს არ შეეცოდები მაგრამ მაინც ეს შეკითხვაზე მე მგონი პასუხი ეს ისეთ შეკითხვაა რომ ამით უნდა დამთავრდეს რა გასწავლა ამ ყველაფერს თქვენთან ურთიერთობა ხურავენ გადაცემა სტუდია უნდა დავინაწილოთ რაღაც რამი გაქვს არაფერი რაც დარჩება იმას აი ბჟუტავ ნატურებს წავიღებ ცოტა სწვავს ამასაც ავხადოთ ფარდა ეხლა ბევრია ვისაც ეს გონია ნამდვილი მაგალითად რა მოდი ეს ეხლა ვთქვათ რომ ბევრი რამ ამ დეკორაციაში არის მიხატული ხო აი ეს მაგალითად შეიძლება აი ოპერატორი მაგალითად ის კალათა აი ეს კალათა მიხატულია ეს სურათი ყველაფერი მიხატულია დანარჩენი ნამდვილი კიდე ერთი რამ ეს ტელეფონი არ მუშაობს სულ ტყუილა გვირეკავდით ერთადერთი ნამდვილი რაც არის აი ეს ბალი და გააფუჭა ხო მოუწყვიტე ეს არის აი და თუ ეს რო ნამდვილია ამას დაგიმტკიცებ დათო შეჭამე ეს ნამდვილია ერთი წელი მიმალავდი აი იმიტომ ერთი წელია ჭამს და ყოველ ჯერზე ახავს ყიდულობს მანახე კარგია ეს კაცა ნამდვილი თუ წავიდებ რაღაცა დრო გამიტანს სადღაც 9 საათამდე მაინც ვეყო ბოდიში გიორგის შევაწყვეტინეთ აი გამიარა და გამიელვა ახლა თვალწინ ყველაფერმა როდის სად გავიცანი ეს ხალხი მე ერთად ვიყავით რატო ვიყავით რა წარმატებები გქონდა რა გვინდოდა ერთად რა გვინდოდა და ყველაფერს კარგს აქვს დასასრული განსაკუთრებით და ჩემი ყოფნა თქვენთან სრულდება და თქვენ რა გეშველებათ რომ ჩემნაირი კაცი სუი შოვის რაღაცას ბოლო მერიაში დიახ რა თქმა უნდა ყველაფერი კარგი სრულდება მაგრამ მე არ ვაპირებ დანებებას არ ვიცი თქვენ რა ზიდოთ მე ყოველ კვირაში ერთხელ მოვდივარ აქ ვიჯდები რაღაც თემებზე ვილაპარაკებ თუ მოხვალთ მისმინეთ თუ კამერასაც დამიდგამ ხოლმე მოგა ახავარ რა ერთი ვაფი ცალკე არხი რო არის მაგ სუროს შენზე მარტო ერთერთება კვირაში ერთი დღე 1-2 საათით რო ერთვება და მოდის ლაპარაკობს სანამ იმანქანას არ გავყიდი სხვა გზა არ ტრანსპორტში ხო არ ვიჩივლოთ მე მასწავლა რომ ესე იგი აი გიორგი მას ახსენა რომ სად გაგიცანითო გამახსენდაო და ასე შემდეგ ერთ სიტყვით ამ 4-ეულის გადაცემას ეს იყო პირველი მაშინ ანუ ღამის შოუ ერქვა თუ გახსოვთ გაზეთების პრესის მიმოხილვა როცა იყო გახსოვს რომ მუშაობდი მან შენც მუშაობდი მერე იყო კაცების შოუ ხო თუ მანამდე კიდე ხო არის? არა, კაცების შოუ, ეხლა 4-4-ზე. ანუ ამ 4-ეულის მონაწილეობით გადაცემა. რამდენი სახელი თვართ დახურული ჯერ მას. რეკორდი, რაღაცა რეკორდია. ხო და არ მოკლედ მასობრივი რეიტინგი, მოდი ვთქვათ, კიდე ერთ რამეს. ახალი სახელებით ვეტენებოდით ეთერში და გაგვიგებდნენ თუ არა ჩვენ რომ ისე ეხლაც დადგა მორიგი ეგეთი მომენტი რომ 4-4-ზე კი აა ესე ესენი არის. ეს არა მოხდა, ისი ქართული მედია შეთანხმდა.
კონსენსუსს მიაღწია. გაზეთს უნდა მივაწვეთ. უკვე სახეზე გწნობენ. ან რადიო ან გაზეთი. რისი თქვა მინდა იცით რომ ესე იგი მასობრივი რეიტინგი ჩვენ არ გქონია რა ამასაც ავხადოთ ფარდა იმიტომ რომ ერთი ახსნა იყო რაღაცა ინტელექტუალურ იუმორს არ აქვს ესეთი მასობრივი რეიტინგი და მხოლოდ რაღაც სეგმენტს მოსწონს და ასე შემდეგ რა მაგრამ მაცროპეხებზე დაგვი იმ სეგმენტმაც რომ გულში გაიფიქრა ისევე ესენი არიან მაშინ და ერთად გიორგის იმაზე ძალიან ახლობლებად გუშინ რაღაც ვერ გიყურეთ გიორგის იმაზე გამახსენდა რომ ყველა სხვა გადაცემაში რომელიც არის მასობრივად პოპულარული არის ეს შეკითხვა ჩვენთან არასოდეს არ დასმულა სად გაიცანით ერთმანეთი ხო არ ყოფილა არც ერთი გადაცემა არ მახსენდება ან სტუმართან რო გვეკითხა კიდე უცბად რეიტინგი ავწიოთ ამ გადაცემის ხო ეხლა დათავიდან დასვავს ამ შეკითხას და ამ შეკითხვის მერე ძალიან გთხოვთ რომ დარბაზმა და პრომოში ჩავსვათ ხო და მე მუსიკა დაედება და ძალიან მაგარი იქნება მიდი თავიდან ჩვენს არც ერთ ასეთ გადაცემაში არ დასმულა შეკითხვა სად გაიცანით ერთმანეთი აი და დიდი მადლობა დარბაზის ასეთი თანამონაწილეობას არც ერთ გადაცემაში არ არის მონაწილეობა და დაკარგავენ სამსახურს მარტო ჩვენ კი არა ვართ ჩვენ დღეში აღმოჩნდებიან ეს შეგიძლია თქვა ხო და რატომ არ ვსვამდით გაწარებული რო სად გაიცანით ერთმანეთი ბიჭებო გიორგი შენი იქნება ყველაზე გულის ამაჩუყებელი რაც მახსოვს გეტყვი ეს გავიცანი აქ ის მუსიკა უნდა წავიდე უნივერსიტეტის სცენაზე აკეთებდა ვის პაროდიას ილუზიონის წამყვანს რომ ხანდახან ხალი ყავდა სტუმრად აი იმის პაროდიას აკეთებდა რა უცნაური პაროდია სტრემლი გაახსენდა ის გადაცემა უგიჩა დავინახე პირველად მაშინ შუქი არ იყო ტელევიზორში ვერ ვნახავდი არ ვიცი იყო თუ არა ქუთაისში იყო რაღაც სტუდენტური დღეებთან მიბმული ფულის გასათეთრებელი ღონისძიება იკათეთრებდა ფულს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მონაწილეობდა და გოგიჩა გამოდიოდა და იმას ვღეროდა რაღაც ათეული ქონდა რა სიმღერების ლექსების და ერთი ლექსი იყო ხუთი ადგილზე გავიდა ვიღაც სომეხი პოეტი იყო თბილისელი ეგეთი ლექსი ქონდა იასამანო შენც იხარო ჩვენც გვასი ამოუნდა აი ეგეთი ლექსი მეოთხე ადგილით მახსოვდა მეოთხე იყო ისა რა ქვია ვხედამ მოიცა გავიხსენო ხედამ შენსახეს მოწყენილი არა მოღუშული ხედამ შენსახეს მოღუშული შემდეგი სადგური მაჟანუშული სიყო 90-იანი როგორ გახსოვს თო რაღაცა რომ ამოგიტივტივდება ლაბაძემდე გავიცანით მისი ძმა რადიოში იყო მოსული და იმას თხოვდა ვინც პროგრამას ადგენდა მოაცდინა ის აუ მაგრამ მევასება ერთ სიმღერა ვერსად ვერ პოვე და რო ჩამიწერო და რა სიმღერა გინდაოდა იაგატო ცილავაც პისო მოტე ხაჯიო ეგეც სიმღერა იყო მოიტანა მე ეგეთის სახში მოიტანა და უსმენ ეხაც უსმენთ 9 მაისობით და კაკაბაძე თვითონ გამეცნო დააკანცო გაუწერ იკო მეც უნდა მოუყვე ხო არ ვიცი რაღაც არა რიკა სად გაიცან მაშინ სხვა შეკითხვა და და კიდე ერთი უგვექნება გიორგი გავიცანი უნივერსიტეტში ამოიწურება ყველა მოყვება სცენაზე იყავდა ილუზიონში რო ხშირად ხალი იმის პაროდიას აკეთებდი და დაინახე და მიხვდი რომ ის გიორგი იდგა უნივერსიტეტის მიხვდი რომ ამას ვეღარ მოიშორები მთელი ცხოვრება კავენის თამაში ახლოვდება რამდენიმე საათში და სიგარეტის კოლოფზე ხუმრობებს იწერდა ო იყო ასეთი მობთალია შენ როეული რო არის შოვებოდა ხმით გიცნობდი და დიჯეი დათო და
ესეც უნივერსიტეტში გამოვიდა კლუბიდან, დუბლიონკა ეცვა. და აი ეს არის გოგი ჩაშდა, ეს არის და წავიდა 0-6-ში ჩაშდა. საერთოდ არ ვხვდებოდა დუბლიონკა და 0-6-ი. ძალიან მაგარი 0-6-ი ყავდათ ეს. დუბლიონკა უფრო მაგარია. დუბლიონკა უფრო მაგარი და მინდა გითხრა უფრო ძვირი. ვიდრე ის 0-6-ით გოლში ქონა კონცერტი და 0-6-ით წამოვიდნენ. მაშინ მილიონი სიხარული ოქტაგონზე იყო, ესეთი გადაცემა მიყავდათ ამას და გია ჭანტურიას და იქიდან წამოვიდნენ და რაღაც უცბად თავის ნომრები მოითავეს და გამოვარდნენ რომ მოესწროთ და რომ ჩამოვიდი მაგარი რა იყო ბიჭო 80-ით ვიარი ესეთი 0-6-ი ყავდათ და ცოცხლება ჩამოაღწიეს ლელა წურწუმიას კონცერტი მიყვავდა მაშინ და ჩამოვასწარით დროზე გორიდან დარჩა ლელა უკონცერტო დარჩა უწამყვანი დათო უმანქანოთ ლაბაძე ლაბაძე არ მახსოვს, მაგრამ ლაბაძე ჩაცმულობით მახსოვს. დუტის ჟილეტი ეცვა და ზემოდან პალტო. ხო, დადიოდა ეგრე კი. რაც მაღავს. კაკაბა ერთხელ დაურეკე სადღაც რეკავი და სხვაგან მოხვდი ბიჭმა აიყო. მე წავედი. აღარ დაგჭება ისა. დაუმეგობრდით ესე და მე არ მახსოვს მართლა ისა რა ქვია. ჯანელა მახსოვს. ესე იგი ჯერ ნუ გავიცანი ქუთაისის გუნდი იმას უნივერსიტეტის ჩემპიონატზე გამოვიდნენ რაღაცა იქედან მახსოვს და იქ რო გავიცანი მე ჩილის მონოლოგს ვკითხო ხო და მე იყო ისა რა ქვია ქობულეთში შევხვდით ერთმანეთს ესე იგი ეს სიმინწყიდდა შეგასაკეთ არა გიორგის ყავს მამიდა ხო თუ არ ვცდები ქობულეთში და იმასთან ისვენებდა და მე ჩემ მეგობრებთან ერთად ვიყავი და იქ მოკლედ და არავინ ტურიზმში ფულს არ დებდა ის მამიდასთან ისვენებდა ეს მეგობარს ხო და მე მეცვა რაღაცა დუბლიო თავის კუბანი იმ დუბლიოკისგან შეკერილი სასაფლაო იმიტომ რომ სამთარმა ხო გაიგა თურქული ისენი რო არის რა ქვია მაისურები რა ლევენ სერესი ეხლაც მახსოვს რა ლევენ სერესი არის ეხლაც მახსოვს თუ ეხლაც მაგ ბრენდი ხო ბენდი ლევენ სერესი ნახდი ლევენ სერესები მიყურებს ჯანელა და მაგითი სერესები იყო ნახდი ლევენ სერესებია აგი ეს მართლა იქ ხო მართლა იქ ბაი აგი ასე კი მე აკურდა რა იკო არ მახსოვს მართლა როგორ გავიცანი აჰა მოგეხმარებით რო არის იმას და კაკაბას მოგეხმარებით თავის ისტორია არ ახსოვს და მოგეხმარებით კაკაბას ვეხმარები რომ ყველა რო იტყვის კაკაბაზე აღარ დარჩება არაფერი და აჰა კაკაბას ანუ არ მგონია რომ სულ ვიცნობ ესეთი ისა მაგ ესეთი არა მაქვს აქედე უნდა გაგეძა და ლაბაძე მახსოვს რაღაცა ნიშანი უნდა ყო ლაბაძე ხო დიდია ჩვენთან შედარებით და მახსოვს რომ უნივერსიტეტში ჩვენ და ხმაურიანი ეს დავამატოთ პირტიტველა კავენშიკი ბიჭები ვუყურებდით ჩვენს წინა თაობას რა ანუ ლაბაძის თაობას როგორ ემზადებოდნენ ხოლმე რეპეტიციები რო ქონდათ და ერთი ესეთი ეს ლაბაძე იფალიჩა ფანჩულიძე და ესენი რა და რაღაცა ხაზის რეპეტიცია აქვს და ეგეთი ხუმრობა ქონდა აი არანაირ ყველაზე კარგი ხუმრობა არანაირ მეუთმა არანაირ ფორმულირებას არ ექვემდებარება ესე იგი ერთი იძახდა აბა ეხლა ყველანი ერთი ნაბიჯი წინ და ამხელა ხალხი გადმოვიდა და ერთი ნაბიჯი წინ ახლა ყველანი ორი ნაბიჯი წინ 1 2 გადმოვიდოდნენ და ახლა ყველანი 3 ნაბიჯი წინ და ეს გამოდიოდა და გადავწვინდები და წარმოიდგინე ამ იუმორზე გაიზარდნენ ესე და რატო ხურავენ რატო არ ხორეთენ მიყვი ანუ უკვე ის სცენის ის თავდებოდა და ჩასავარდნია გადავწვინდები მე სხვადასხვა ლაბაძესთან დავდიოდით ხოლმე
იმაზე რა ქვია. გიტარაზე. გიტარაზე. ლაბაძე მუშაობდა სოფლიო ბანკში და ჩვენ როცა ჩვენი ნაკრები როცა თამაშობდით ხოლმე ამასთან დავდიოდით რომ კითხვა-პასუხის ფიქში მოგხმარებოდა რა. და მთელი დღე არ ვიცი სოფლიო ბანკში სხვას რას აკეთებდა, იმიტომ რომ მთელი დღე გვეხმარებოდა და ისა რა ქვია ორი ხუმრობა მახსოვს და ვიტყვი და დავამთავრებ. ერთი ის იყო უკაცრავად ეს ძაღლი მონადირეა? გახსოვთ ეგ ხუმრობა? როგორ გეკადრებათ ბატონო? მონადირე მე ვარ. ეს ძაღლი სეტერია რა. და მეორე იყო იმაში რა ქვია. მეორე იყო ისა. უკაცრავად იმაში ბაზარში დიალოგი. უკაცრავად ეს კარტოფილი ძველია? გახსოვს ეგ? ძველი და ჩხუბში წასაყვანად თუ გინდა ძამა, აგერ ბადრიჯანი წეიღე შავია. ეხლა აღარ არის აქტუალური, თორე რა პერიოდი იყო? ეგ აღარ არის აქტუალური, გადავწვინდი. ახურა დარბა. ყველა დროის გამოცდას გაუძლო, გადავწმინდე. არაფერი იუმორის ნატრამალი არ არის ამაში. სვეტში თქვა რომ კიდე რომ გადავიდე და გადავწმინდე. და ამ სოფლიო ბანკში რომ მუშაობდა პარტია მოდიოდა ძალიან უცნაური ხალხი რა. ჯერ ესენი. მერე მოდიოდა ისა რა ქვია, ჟიმინჟიბაო და ხარიტონაშვილი. ხო გახსოვთ? ვალ ხარიტონაშვილი. იმათ ერთად მულტფილმებს ვაკეთებდი. ისინი რომ მიდიოდნენ, ჭანტურა მოდიოდა და რაღაცებს ვახმოვანებდით და სოფლიო ბანკში ერთმანეთს ისინი წავიდნენ. ისაც რაღაცა საქმე 1000 ჯურის უცნაური ხალხი გაკითხა. დათო შენ სადგა გვიცანი არ გემახსოვრებოდა რამე რო გაიხსენო. ეს მახსოვს სადაც გავიცანი, იმიტომ რომ ეს არც ისე პატარაა. შენ ხო გეოგრაფია ანუშკას გუნდში იყავი ხო? ესეც მახსოვს, ეს ნაკრებში იყო რო გავიცანი. გპ-დან რო გადმოვიდა უნივერსიტეტში თუ რაღაც ეგ პერიოდი იყო. გასავაც. ეს მახსოვს პატარა იყო, მამამის მოიყვანა არჩევნებზე. ეხლა თვითონ დაყავს უყეთავი იმხელა გაიზრდა. რო გავიდა. არა, ესენ ძალიან პატარები იყვნენ და იმიტომ მართლა არ მახსოვს. კაკა, მაინც შენზეა ახლა ეს დამთავრება ბოლოს. ხო და აი ხა იქიდან რომ მოდიოდი და იხსენებ ფიქრობდი როგორ დავამთავრებ. არა, რა გვასწავლა ეგ თქვი ამ 80 წელიწადმა. მე ვფიქრობ რომ არაფერი არ გვასწავლა, 4 ხერ დავყურეს და მაინც ესე დებილები მაიმუნობთ აქ. კაცი იძულებული გახდა რომ მოსულიყო და დავეხო. გაგვაგდოს. მოსულიყო და გავეყარეთ აქედან. არა, ეხლა უნდა მიმართო რომ ჩვენ შეიძლება ამოთხეულით ესეთი ფორმით არა, მაგრამ წვიმად დაგიბრუნდებით რა. გადავწვინდები. სხვა გადაცემაში გადავწვინდები. ეგრე უნდა იყოს. რამდენი ხალისი. რამდენი კარგი გატარებული დრო. მოგონ, რამდენი კარგი. რამდენი სტუმარი. ეს ყველაფერი როდესღაც დამთავრდებოდა. და აი და რაღა მაინდა-მაინც. ეგ უცბად არის და აი დღეს არ ვიცი. რაღა მაინდა-მაინც. სხვა ფორმით და სხვა იმითი მოგევლინებთ. ალბათ ესე ჯობია. მოკლედ ძალიან დიდი მადლობა, ვინც ამ პერიოდის მანძილზე ყველანი გვიყურებდით. აი ახლა უკვე ისე ვიძახი, რომ გვიყურეთ, ვეღარ ვიძახი. ეთერში იყო მოგვიკითხეთ. ეთერში იყო ღამის შოუ, კაცების შოუ და 4-4-ზე დიდი მადლობა. აუცილებლად სადმე შევხვდებით, გადავწვინდებით. ნახვამდის.